now we may say that მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი ფინანსური სისტემის სტაბილურობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბანკებისთვის და მათი საიმედოობის დონეს ზრდის. ამ პროექტში მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა. ჩვენი გუნდი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მუშაობდა რეზოლუციის ჩარჩოზე და ის ერთ-ერთი სამაგალითოა, მე შეიძლება ვთქვა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი. ხელი მოეწერა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, მსოფლიო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოში საბანკო რეზოლუციის მზადყოფნის პროექტის მხარდაჭერისათვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე და შესაბამის ინსტრუმენტების დანერგვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო რესურსი რეზოლუციის ჩარჩოსთვის, რაც წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად. We've had the opportunity and the pleasure to sign the Georgia Banking Resolution Project. It's a very small operation of about $35 million, but what it does is to help to protect the resilience of Georgia's financial sector. With this operation, we will continue to support the National Bank of Georgia as it looks to have a robust resolution system. We continue to be very privileged as the World Bank to support Georgia in these developments. And this essentially is a huge international benchmark that the government and the National Bank of Georgia has achieved.